საერთოდ უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არის. შეიძლება ის უმცირესობა იყოს რეალურად მართალი. მაგალითისთვის, ქრისტე მოკლა უმრავლესობა. რო გადაწყვიტა, რომ ბარაბა თავისუფლებია თუ ქრისტე. ხო უმრავლესობა მოკლა ქრისტე. და უმრავლესობა მართალი ხო არ იყო ამ შემთხვევაში. მაგრამ არის რაღაცა მოცემულობა პრეუდიცია, რასაც ქვია, რომ არ შეიძლება რომ უმრავლესობა ცდებოდეს. ახლა ის თავისთავი იუმორისტები როგორიათ ის ამბავი მაგას ვეხები მოკლედ რა. ქვეყნის მეტასტაზები არიან ეგენი იუმორისტები კი არა. თუ რეალური სახელი გაინტერესებს, ეგენი არიან მეტასტაზები. ის ბიჭი ვინც შეხვდა და როცემა. მე ღმერთმა დამიფაროს, აი მსგავსი მასეთი ვიღაცა შემხვდეს. არ მინდა რომ შემხვდეს. იმან ცემა უბრალოდ და რაღაცა მინიმალური ალბათ საჯელით გამოვა. მე ღმერთმა დამიფაროს ეგ მასეთები შემხვდეს. არის იუმორი და არის შავი იუმორი, ვიცით ხო? ანუ იუმორი გასაგებია და შავი იუმორი არის ისეთი რაღაცა, რომ ვიცით, ახლა და გაგვცინებია და ჩვენს გვიხუმრია, მაგრამ არის რაღაცა, რაც არ უნდა იხუმრო. არ შეიძლება. აი მუსლიმანები რო ამბობენ, ალბათ გაიგეთ ყველა ჰარამ, არა, არ შეიძლება. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ხო? ანუ ილია ჭავჭავაძესაც თავის დროზე მოწინააღმდეგები ჰყავდა. კაცი დღეს წმინდანია, ხო? ილია ჭავჭავაძე და მის დროზე მას მოწინააღმდეგები ჰყავდა. და მოკლეს ტიპი, ხო ვიცით? და ნოდარ დუმბაძეს არც თავის დროზე და რა თქმა უნდა არც ახლა მოწინააღმდეგე კაც არ ცუდის თქველი კაც არ ყოლია ბიჭო. და ამას რო შეაგინებდა მასზე რომ ცუდად იხუმრებ რო თქვა მაშინ ხუმრობა გამოდა. ანუ შეაგინე ეგ ხუმრობა არ არის კაცო. ან უპატრონო მოხუცებზე მოხუცის პატრონი ყოლოდა თავის დროზე სემიში გასაყიდვის თუ რაღაცაო იმაზე რომ გადაშენა მოკვდნენ ანუ ამას რო იტყვენ წმინდა არ არის ახლა ეს სიტყვაზე ვიღაცა სემიში გამხვდელი მოხუცი მაგრამ აი ვერ ხსნი ახლა სიტყვებით ეთყობა არ ყოფნის იმის მარაგი და განათლება არ მაქვს რომ ეს აუხსნა რატოა ეს ვარა ანუ მორალი ანუ მორალის მიხედვით ანუ მორალი ხო გვაქვს კაცო შეიძლება განათლება არ მაქვს მაგრამ მორალი ხო გვაქვს და არ შეიძლება მსგავს რაღაცა შეეხო და ამ შემთხვევაში უმრავლესობას ჩვენ მართალი რო ვართ ამის მტკიცება არ არის საჭირო ანუ პრეუდიცია არის რომელსაც მტკიცება არ ჭირდება ფაქტი რომელსაც მტკიცება არ ჭირდება და არ ჭირდება ამას მტკიცება რომ ჩვენ უმრავლესობა რომელმაც შეურაცხყოფილად ვიგზეინთ თავი ამას მტკიცება არ ჭირდება და ეს ხალხი ვინც ასეთ უმრავლესობას ასეთ თემებში უბრალოდ გვეწინააღმდეგება და ჩვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობს გმირები როგორიათ თავი აი რა უნდათ ანუ რისი მიღწევა უნდათ თუ არა იმის რომ ქვეყანა ერი გადააშენონ და ის წაუშალონ და ამოურეცხონ თავის თაობას თუ მომდევნო თაობას ვინც მათ მერე მოვა რაც წმინდაა და სუფთაა ჩვენ ამ ქვეყნისთვის ეხლა შეიძლება ადვილია ყველა დამეთანხმებით ახლა მოწინააღმდეგეები უნდა ყავდეს და საერთოდ ვიდეოს ჩაწერის დროს როცა აზრი ორად იყოფა რაღაცა სიტუაციის ერთი მხარე გაკეთებს მეორე გლანსღავს ხო და რთული ახლა ამ შემთხვევაში მე ამას რო ამბობ ეს ადვილია კაცო ახლა რომელი გამლანძღავთ ახლა მე არ მინდა რომ ისი ვიქნოთ ახლა მე დემაგოგობ და ისა ქვია ტიმულზე ვაჭერ და კაი ტიპობა მინდა გამოვიჩინო არა ყოველთვის ხვდები მაგას როდის აი ხალხი ორად გაყოფილი და როდის არა და არ ვაპირებ იმას რომ ახლა ვიკაი ტიპო კიდია როცა რაც არის ჩემი აზრი იმას ყოველთვის ვიტყვი თუნდაც ორად გაყოფილი აზრიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში არაფერი ორად არ აქვს აზრი გასაყოფი თავისნაირი წურბელების რამოდენიმე რო არიან ისინი თუ შემეწინააღმდეგებიან მოკლედ ამაზე რო არ მეთქვა რაღაცა ვერ მოვითმინე რა ანუ ასეთ როცა ყველა შეიძლება დამეთანხმოს და ამაზე ვიდეო ჩავწერო და მე ამის ხარჯზე გავკაიტიბდე ვერიდები ასეთ რაღაცებს რა უფრო იმას ვამბობ რა ვის შეიძლება შემეწინააღმდეგო თუნდაც მაგინოს ვიღაცა ახლა წინა ვიდეო დავდე ის რა ქვია რუს გოგოს რო არ ტყამენ და ვიღაცა ტიპა მეტი რო ვერ ნახა ის რა ქვია ჩემი გასამტყუნებელი ამასო პრიუშიო გაზიუდესო სასწაული ბიჭო ეგ უფრო კომპლიმენტად მივიღე რა ხო მოკლედ ეგ რა შუაშია ერთი სიტყვით აი ესენი არიან ქვეყნის მეტასტაზები აი ესენი და ესენი რა ვიცი ქიმია უნდა მაგათ რა და ასეთი ის ბიჭი ხურცილავა ხო იგარია რა მაგრამ უბრალოდ ახლა ის რომ მოუწევთ რა შეიძლება გაასამართლონ და პატიმრობა მიუსაჯონ და ეგ ნამედანი სამწუხაროა მოკლედ რა ხო და მე კიდევ ვიმეორებ მე ღმერთმა დამიფაროს მასეთი ადამიანი ვინმე შეხვდეს და ვიცნო ამ ხურცილავასგან კიდე იაფად გამოვიდა იქ ვინც არის რა